ქართულ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობისა და მნიშვნელოვან თანამდებობებზე ამ კლანისადმი ლოიალურად განწყობილი კადრების დანიშვნა-გადანიშვნის პრობლემის არსებობაზე წლებია საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქვეყნის უცხოელი პარტნიორები. ამ სიუჟეტში მოგიყვებით სისტემის შიგნით ეგრეთ წოდებული მბრუნავი კარის შესახებ. გაჩვენებთ, როგორ იკავებენ და ერთმანეთში ცვლიან თანამდებობებს სასამართლოს გავლენიან კლანთან დაახლოებული მოსამართლეები. საქართველოში საერთო სასამართლოების სისტემა პირველი ინსტანციის სასამართლოებისგან, ორი სააპელაციო და ერთი უზენაესი სასამართლოსგან შედგება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია მოსამართლეთა საქმიანობასა და მათი დანიშვნა-დაწინაურების ტენდენციებს სწავლობს. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმ თემაზე, რომ სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ჯგუფი, მოსამართლეთა მცირე ჯგუფი მართავს სისტემას და ისინი დამოგზაურობენ ერთი სასამართლოდან მეორეში და შესაბამისად აკეთებენ და ასრულებენ იმ დავალებებს, რასაც გავლენიანი ჯგუფი მათ მისცემს. პირველ რიგში მე მიმართავ ბატონ ბადრის როგორ უნდა ახსნა ადამიანმა, როდესაც მიდის აი პირდაპირი ნარატივი, ესე ვთქვა და პირდაპირი პროპაგანდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას მართავს, ესე ვთქვა, კლანი, ანუ ამათი არაპირდაპირი გაგებით კრიმინალები. ეს მოსამართლე ბადრი შონიაა. შონიას შესახებ თავისუფლების მონიტორმა ჟურნალისტური გამოძიება ჯერ კიდევ 2018 წელს მოამზადა. მას ადამიანები ქონების იძულებით დათმობაში ადანაშაულებდნენ პროკურატურაში მუშაობის პერიოდში. 2012 წლის არჩევნების შემდეგ შონიას წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, თუმცა საბოლოოდ გამოძიება შეწყდა. ბადრიშონია 2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ივნისამდე მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი იყო. ამ პერიოდში მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი იყო მიხეილ ჩინჩალაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე და სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი. ბადრიშონია სასამართლო სისტემაში წლებია მუშაობს. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე მცხეთის რაიონულ სასამართლოში. იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2024 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. ბადრიშონია ფიგურირებდა ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორებიცაა ციანიდის საქმე, ბირჟა მაფიის საქმე, ბასიანის დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტუდია მონიტორს ეუბნებიან, რომ შონია თანამდებობაზე სწორედ კლანისადმი ლოიალურობის გამო შეიძლება ინიშნებოდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია ის ვიფიქრო, რომ თქვათ ბადრიშონია უზენაეს სასამართლოში მისი კომპეტენციით და კეთილსინდისიერების მიხედვით დაინიშნა. ექსპერტების შეფასებით უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ ბადრიშონიასა და ორი სხვა პირის არჩევა ეწინააღმდეგებოდა ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მეუბნება ევროკომისია, რომ სანამ ვინმე დაინიშნება ახალი პოზიციაზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმის, რომ კონდეს მართლმსაჯულება გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, რომ გაიარონ ახალმა წევრებმა კეთილსინდისიერების შემოწმება და ასევე უკვე დანიშნულმა წევრებმაც. ჩვენ რომ ამ პროცესს ვუყურებთ დღეს, ეს მიმდინარეობს სწორედ ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ და იმ რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჩვენ კარს გვიხსნის მოლაპარაკებებისკენ და ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ მოსამართლე ბადრიშონიას კითხვები გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ამის შემდეგ დავურეკეთ, თუმცა არც ამჯერად გვიპასუხა. სახელი და გვარი არ მეცნობი და არ ვიცი ვინ ძამდები და შესაბამისად აღარ ვარ. ვალდებული თქვენ ამი გიპასუხა. ეს იყო ბადრიშონია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ჩვენ შეკითხვებს არ უპასუხა. კლანი არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლო სისტემაში. მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, შენგელიას კლანი არ არსებობს. არ არსებობს. მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს და კიდე ერთხელ ვიმეორებ. კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. 2007 წლიდან სასამართლო კარიერას იწყებს და სისტემაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნება ირაკლი შენგელია. ის სხვადასხვა დროს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ირაკლი შენგელია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში სწორედ იმ დროს მუშაობდა, როდესაც იქ საოლქო პროკურორი მიხეილ ჩინჩალაძე იყო.
რა თქმა უნდა, არის კლანთან აფილირებული ადამიანი, ის ძალიან ისე უსვამდა ხაზს, რომ იგი წლებია მეგობრობს მიხეილ ჩინჩალაძესთან და იამაყება ეს და ყოველთვის ესეთი შემართებით გამოდიოდა გავლენიანი ჯგუფის დასაცავად. ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვისთვის 2023 წელს დაასანქცირა კიდეც. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას სამართალთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. მე აუცილებლად გავასაჩივრებ ამას ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაბამის ორგანოში. ცოტა ხნის წინ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. ირაკლი შენგელიამ ჩვენს წერილობით შეკითხვებს არ უპასუხა. ვერავინ ვერ იქნება წარდგენილი ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე თუ არ ექნება კლანის მხარდაჭერა, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი რამ, ასეთი რამ შეუძლებელი არის დღევანდელ სასამართლო სისტემაში. ისინი დამსახურების საფუძველზე არ არიან არჩეულნი ამ თანამდებობაზე. ეს არ ყოფილა დამსახურებაზე დაფუძნებული არჩევა, ეს იყო კლანის მიერ მათი მხარდაჭერა.